საიდან იცის ძაღლმა, რომ პატრონი მეორე ქალაქიდან წამოვიდა იმ დროს. ხო. აი ზუსტად ეს არის მორფოგენეტიკური ველი და მორფოგენეტიკური ვიბრაცია. არის რაღაცა ველი, რომელშიც ინფორმაცია ვრცელდება ჩვენთვის არაცხადი გზებით. ეს არ არის აუცილებელი. სიტყვით გადავცეთ ეს ინფორმაცია. შელდრეიკი ამბობდა, რომ ყველა სახეობას აქვს თავისი მორფოგენეტიკური ველი და ეს ყველაფერი არის საჭირო იმისთვის, რომ ევოლუცია მოხდეს. ანუ ცოდნა ამ ბიოლოგიური სახეობის, რაც მის კაპიტალია, ეს ცოდნები, ხო, საუკუნეების განმავლობაში დაგროვებული ცოდნები ამ კოლექტიურ არაცნობიერში, ამ ველში ინახება და ყველა ვისაც ამ ველზე აქვს დომა, აქვს ამ ცოდნებზე წვდომა. როდესაც შელდრეიკმა ნახა კონსტელაცია, მან თქვა, რომ ეს არის მაგალითი მორფოგენეტიკური ველი. ეს არის მორფოგენეტიკური ველი, რაც იქნება, ანუ იქ არის ცოდნები კოლექტიური არაცნობიერები და კაცობრიობის არაცნობიერები და როდესაც შენ აქ შედიხარ ამ ველში, როდესაც შენ სწორ ვიბრაციაზე ჯდები, ანუ ამ ველის ვიბრაციაზე ჯდები, შენ ხდები თანაზიარი იმ ცოდნის, მაშინ, როდესაც ხარ იმ ვიბრაციაში. როგორც კი კიდე გამოდიხარ, შენ ეს გავიწყდება. ფიქრს ხო თავისი ვიბრაცია აქვს, შეგრძნებას ხო თავისი ვიბრაცია, ხო ვიცით ეს ფიზიკა არის უბრალოდ.